მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს, როგორ ხართ ჩემო YouTube არხელებო. ძალიან მიხარია იმის დანახვა და წაკითხვა, რომ დღითი დღე და ყოველდღიურად ვისრთებით. თქვენი კომენტარებით, თქვენი მადლიერი სიტყვები, ეს არის ძალიან დიდი სტიმული და мотиваცია ჩემთვის, რომ მე ვიყო მუდამ ხასე თქვენთან. საჯარო გაშლა, რომელსაც მე დღეს თქვენ შემოგთავაზებთ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიგოთ ახლა ამ მოცემულობაში რატომ არ ყოფნით ენერგია, ხო, რატომ არ ყოფნით мотиваცია. мотиваცია იმისთვის, რომ გააკეთოთ რაღაც ახალი შექმნათ, ან იმუშაოთ თქვენს ახალ ვერსიაზე. ბევრი რამ არის, ხო? მაგალითად დატოვოთ ძველი, გადახვიდეთ ახალში. მაგრამ არ არის თითქოს საკმარისი ენერგია. და ნახავთ ჩვენ დღეს რა არის მიზეზი. მიზეზი რა არის თქვენი უენერგიობის, ხო? რა გართმევთ ამ ენერგიას? რა გართმევთ ამ ენერგიას? ნახოთ. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, არხის გამოწერა, რათა სულ ესე იგი ვიყოთ ერთმანეთთან შემხებლობაში, არ გამოვტოვოთ ერთმანეთი. თუ რა თქმა უნდა საჯარო გაშლები მოგწონთ. თქვენთვის ინფორმაციულია. ხო, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლაიქი და დისლაიქი. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ხომ? იმიტომ რომ ეს არის ენერგიის გაცვლა. ბევრჯერ გაგიგიათ ეს ჩემგან და პლუს ამისა ეს ძალიან ეხმარება არხს კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. თითოეული თქვენი ლაიქი თუ დისლაიქი ეს ძალიან ესე იგი კარგი არის არხისთვის, ასე რომ ვარიანტი პირველი რატომ ხართ თუ ენერგიოთ, რატომ არ ყოფნით ენერგია, ვარიანტი 2 და ვარიანტი 3. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე და შეკითხვას გავიმეორებ. რატომ არ მყოფნის ენერგია? ნახოთ რა არის ამის რეალური მიზეზი, ხო? და გამოვიყენოთ ნატურალური ქვები. იმისთვის რომ გავიგოთ პასუხი. ვარიანტი პირველი, მისტიური ლაბრადორიტი. ვარიანტი მეორე, ამონიტი და ვარიანტი მესამე, ღვთის როლი. თუ ყველაფერი კარგად არის, მეგობრებო, ენერგიაც გაქვთ, мотиваციაც გაქვთ, ყველაფერი იდეალურად არის, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ნამდვილად არ არის საჭირო მოусმინოთ ასეთი ტიპის საჯარო გაშლებს, მაგრამ თუ გრძნობთ ყველა იმ ზემოთ ჩამოთულ სიმპტომს, უენერგიობას, შეიძლება იცით რა არის უბრალოდ შემოდგომის მასაც უწოდებენ ამას, ხო? შემოდგომის დეპრესიას. სიტყვა დეპრესია ხშირ შემთხვევაში რაც დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია, ცოტა რომანტიზირებულია და არ შეესაბამება იმ რეალობას, რასაც ნამდვილად დეპრესია ქვია, მაგრამ ნახოთ, იქნებ უბრალოდ ასეთ ხასიათზე ხართ. რატომ არ ყოფნით ენერგია ახლა? რატომ არ ყოფნით ენერგია ახლა? კარგად დავაკვირდეთ. კარგად დავაკვირდეთ სამივე ვარიანტს. რომელმა მიგიზიდათ, რომელმა დაგიძახათ. ძალიან კარგი, მეგობრებო, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, იცით უკვე, ვახსენეთ წინა 2-3 საჯარო გაშლაში, არკანებს პირდაპირ აღარ დავდებ და აღარ გამოვამზეურებ, რომ YouTube-ს არ ეშიშვლოს საჯარო გაშლები. ვარიანტი პირველი. რატომ გრძნობთ ენერგიობას? პირდაპირ ამოვიდა ბატონი ხვლების მეფე, ეს კი შემიძლია გაჩვენოთ ჩაცმული. ეს შეიძლება იყოს ფიგურული არკანი. ადამიანი, რომელმაც ძალიან დაგღალათ. ადამიანმა, რომელმაც შესაძლოა დაგღალათ თავისი ჭკუის სწავლებით.
მე მუდმივად მართალი ვარ, არავინ არ არის სწორი, მხოლოდ მე ვარ მართალი. ჭკუის სწავლების 24/7 რეჟიმი. ხასიათზე ვარ, გაგიღიმებ, არ ვარ ხასიათზე, არ გაგიღიმებ და არ მაინტერესებს შენას გეწყინება თუ არა. თუ თქვენ ამ ადამიანის გარეშე თავს გრძნობთ უკეთესად, ხო, მოგდით ენერგია, უკეთეს ხასიათზე ხართ, ბედნიერი ხართ, რაც სიცოცხლის მუღამი გიბრუნდებათ, ხო, როგორც იტყვიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გარდა იმისა, რომ თქვენი უენერგიობის მიზეზი, თქვენ არ გრძნობთ ამ ადამიანთან თავს დაცულად, არ გრძნობთ თავს მშვიდად. თუნდაც ეს ადამიანი სახლში იყოს, იღიმებოდეს და ხმას არ იღებდეს, თუნდაც არაფერს არ აკეთებდეს, კარგ ხასიათზე იყოს. მისი ყოფნა თქვენს რეალობაში, ხო, არის ერთგვარი ტრიგერი, რომელიც არ გაძლევთ სიმშვიდის საშუალებას, ხო? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, სადაც ალბათ უნდა მუდმივად ალაგოთ თქვენი სიტყვები, თქვენი ტონალობა, ინტონაცია. ანუ ადამიანი თუ მის გვერდით არ გრძნობთ თავს ბოლომდე გახსნილად და გიწევთ რაღაცების შეცვლა, დიდი ალბათობით ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ენერგია იკარგება, ხო? გაუფასურება თითოეული, თქვათ, რაიმე ესეთი თქვენი სიტყვისა, ქმედებისა მიაქციეთ, იმიტომ რომ აქ წითელი დროშა გვაქვს. პირდაპირ ხმლების მეფე ამოვიდა. კარგით. რატომ არ გაქვთ ენერგია? წმინდა წყლის ვამპირიზმი არის თქვენი ენერგიით აქ ჩამოძვირფასება. იმიტომ რომ ნახეთ, გაიხსენეთ როგორ იყავით ადრე. თუ კი შეგიძლიათ ეს გაიხსენოთ. შეიძლება ადრე ყველაფერი უკეთესად იყო. შესაძლებელია ადრე ყველაფერი უფრო სხვანაირად იყო. თუნდაც ამ ადამიანთან, ამ ადამიანის გარეშე უფრო ბედნიერი იყავით, უფრო მხიარული იყავით, უფრო კარგად იყავით და როდის გრძნობდით თავს უფრო მეტად ლაღად, გაიხსენეთ ეს პერიოდი. ნახეთ, თითქოს ეს პერიოდი წაგერთვათ. თითქოს ძალიან ჩაიკეტეთ. პირდაპირ ვამპირიზმის სცენარია კარგად დააკვირდეთ, თუ გინახავთ სხვადასხვა ფილმები დრაკულაზე, ნოსფერატუზე და ასე შემდეგ, ხო, აი მაჩვენებს, რომ ადამიანი რაღაც მომენტში შეიძლება გაძლევდეთ ენერგიას, მაგრამ უფრო მეტი მიაქვს. უფრო მეტი მიაქვს. ეს რაში გამოიხატება? ხო, ნახეთ, ამ ადამიანის გვერდით შესაძლებელია იყოთ მუდმივად გაორებული, მუდმივად ეძებდეთ საკუთარ თავში დამნაშავეს, ტყუილს, მართალს, ეძებდეთ საკუთარ თავში გამოსავალს, მიხვდით ხომ, მაგრამ გამოსავლის ძიება, ჩემო ძვირფასო, სამხრივად არ გამოვა, ხო? იმიტომ რომ ადამიანები ან ორივე ერთად ეძებს გამოსავალს, ან სამხრივად უფრო მეტი სიბრაზები გამოგიჩნდებათ, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად დაინახავთ ამ ადამიანის ეგოისტობას, ამ ადამიანის მემემეს, ამ ადამიანის რომელსაც შესაძლოა არ ქონდეს ემპათია, ყველას არ ეხება, ხო? ანუ ადამიანს, რომელსაც უკაკუნებთ და აიქიდან არავინ არ გიღებთ კარებს, ხო? ასე რომ თქვენი ცუდად ყოფნა, ხო? ანუ ენერგიათ უბრალოდ ეს არის ის რომ ნახეთ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, თითქოს ეს ადამიანი არ გაძლევთ დასვენების საშუალებას. ვერ ისვენებთ ამ ადამიანთან, ნახეთ, ან უბრალოდ ცოტა ხანი გინდათ რომ წამოწვეთ, თქვენთვის დაისვენოთ, თვალი მოხვიჭოთ. თითქოს ადამიანს მაინც და მაინც აი მაშინ, როდესაც ისვენებთ, რაღაცა უნდა, რაღაცა სჭირდება. სჭირდება სულ თქვენი ყურადღება, სჭირდება რაღაცა თქვენგან, რაღაცა ემოცია, ხო? ამიტომ არ ყოფნით ენერგია. როგორ უნდა გადაჭრათ ეს პრობლემა? როგორ უნდა დაიბრუნოთ ენერგია?
ეს არის გატარებული მაგიური სამუშაოები. ეს არის საკუთარ თავთან დაბრუნება. თქვენ არ ეკუთვნით თქვენს თავს, ეს ადამიანი ეკუთვნის თავის თავს. თქვენ არ ეკუთვნით თქვენს თავს ბოლომდე. თქვენი თავი მიყავთ, თქვენ თავზე ხართ სულ ეჭვებში, ის უკერკეტი კაკალია, მაგრამ თქვენ სულ ეჭვებში ხართ, სულ სტრესებში ხართ, სულ ნერვიულობაში ხართ. შესაძლოა გეშინიათ ამ ადამიანის გარეშე დარჩენა, ან გეშინიათ, რომ ვერ გაუმკლავდებით. როგორ გაუმკლავდეს ამ ენერგიებას? არკანის სამართლიანობა. ჩამოგიდებული კაცი. ცხრილების პენტაკლები. თქვენი თავი დაკარგული ყავთ, მეორე ვარიანტი, პირველი ვარიანტი. თქვენი თავი ყავთ დაკარგული. და არაცდით საკუთარ თავს, რომ გამოხვიდეთ ამ ყველაფრიდან. არაცდით. იმიტომ რომ შიში გაქვთ, ბევრი შიშები აქვს. თითქოს ვიწყებთ მუშაობას, მე რაღაც მომენტში არა გულწრფელი, არა ზედაპირულია თქვენი მუშაობა, თუ კი რაიმე საკეთებთ მუშაობთ საკუთარ თავზე თვით შეფასებაზე, იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან ზედაპირული მუშაობა, ხვდებით ხო? ანუ სიღრმისეულ ტრანსფორმაციას არ განიცდით. სიღრმისეულად და გულწრფელად არ უბრუნდებით საკუთარ თავს. და როგორც დაუბრუნდებით საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს და მისცემთ საკუთარ თავს უფლებას იყოთ ის, ვინც ხართ და არა ის, ვინც კომფორტულია ვიღაცისთვის. ყველაფერი კარგად იქნება. შეწყვეტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება. შეწყვეტეთ მუდმივად საკუთარ თავში ვიღაცების ტრაუმების, ტრაგედიების გამართლება. ხო, თქვენ ადამიანი ხართ, და არა ვიღაცის ფსიქოლოგი, ძიძა, მომვლელი და ასე შემდეგ, ხო? ყველა იმუშაოს საკუთარ ტრამბებზე. ან მეორე გამოსავალია, მთავრდება ურთიერთობა. ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, ურთიერთობა თავისით ავტომატურად გაიფილტრება ნებისმიერი. როდესაც თქვენ თავს დაუბრუნდებით. აი თქვენ თავს დაუბრუნდებით, ყველაფერი გაიფილტრება. ზედმეტი ისტერიკების, წივილკევილების და რაღაცა ულტიმატუმების გარეშე. შემიძლია გითხრათ. საგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. გადავედით მეორე ვარიანტზე. ვინც აერჩია, ესეთი ლამაზი და ძვირფასი ამონიტი. თქვენ რატომ არ ყოფნით ენერგია? ფასების ტუზი, ასე ვერ ვიტყოდი. ეს რაღაცა შესაძლებელი ერთგვარი დროებითი მოვლენა, დროებითი რაღაც ეს პერიოდია, მალე აივსებით ენერგიით. არ ინერვიულოთ ამაზე. რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ თქვენზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად თქვენი თასი სავსეა თუ ნახევრად სარიელი, თუ აბსოლუტურად სარიელი. რატომ არ ყოფნით ენერგია? ორი ტუზია, როგორ მაგიური გაშლა, ოთხიანობის პენტაკლები, კვერთხების რაინი, არკანი ძალა. მე არ ვიტყოდი, რომ თქვენ არ ყოფნით ენერგია, ну ესეთი პერიოდია. თუ გრძნობთ ახლა რაღაცნაირად ჩაიკეტეთ, ყველაფერი რაღაცა უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაცა ამინდის, ვინც ზაფხულის ადამიანია განსაკუთრებით, მათ შეიძლება სჭირდეთ ეს. ხო? მე შემოდგომის ადამიანი ვარ და შესაბამისად შემოდგომის ჟამს ყოველთვის ვივსები ენერგიით და ბევრად ბედნიერი ვარ, ვიდრე ზაფხულში მაგალითად. ძალიან მიყვარს შემოდგომა და მიყვარს გაზაფხული ძალიან, მაგრამ თუ სეზონებზე ვიმსჯელებთ, შემოდგომა ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი პერიოდი. ასე რომ, აქ მაჩვენებს, რომ
ენერგია გაქვთ, ყველაფერი რიგზეა. თქვენს ხელშია, როდის მიიღებთ ამ ენერგიას და როდის შემოუშვებთ თქვენს რეალობაში, თუ კი ახლა ეს იგრძნობა. არანაირი ხელი შემშლელი ფაქტორი თქვენ მეორე ვარიანტი ნამდვილად არ გაქვთ. არანაირი ხელი შემშლელი ფაქტორი. ბოლოდ პერიოდი, როდესაც ჩაიკეტეთ, მოიბუზეთ და რაღაცნაირად უნდა იცხოვროთ ეს პერიოდი. გაიაროთ ეს პერიოდი. ენერგიის მომატებას აუცილებლად იგრძნობთ, მაგაზე არ იდარდოთ. რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. იცით რა არის? აქ რჩევა არის ასეთი, რომ არიან თქვენს რეალობაში ძალიან ბევრი ადამიანი გაკვირდებათ, ეს შემიძლია გითხრათ, ხო, აკვირდება თქვენს ცხოვრებას. ზოგი შურით, ზოგი სიხარულით, მაგრამ ძირითადად ეს მაინც და მაინც და ვარდისფერ სათვალეს გაიკეთებთ, ხო? გაფრთხილება არის ის, რომ უფრო მეტად ატაროთ რაიმე დამცავები, აი დამცავი ამულეტი, ქვა, სამაჯური, ხო? ერთადერთი შეიძლება იყოს, რომ აი ბევრ ხალხში ან რაღაცნაირად ან ითვალებით, ან ენერგია გეკარგებათ, მალევე იღდგენთ, მაგრამ გეკარგებათ კიდევაც, ხო? მაგრამ ის არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად დაიცვათ საკუთარი თავი პრინციპში, ხო? დაიცვათ თქვენი საკუთარი თავი, იმიტომ რომ შეიძლება ივსებოდეთ ბევრი კარგი ენერგიით, გქონდეთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც კარგი ხართ, სავსე ხართ და ენერგიას გამოსჭვავით, პარაზიტებიც დაფრინავენ, ხო, ირგვლივ ენერგიის მოსაწყვეტად. ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა, არ ინერვიულად. უბრალოდ გარკვეულ ადამიანებს, ვინც მეორე ვარიანტი ერჩა, ბოლოდ შეიძლება პერიოდულად თვალს იღებდეთ. მხოლოდ და აი ამის ფონზე გრძნობდეთ თავს უენერგიოდ, თუმცა თვალი ისიც როგორი რაღაცა არის, ახლა დაიწყო თანამედროვე ესოთერია ყველაფერს ძალიან რომანტიზირებდა, თვალი. კი, თვალი ცუდია, არავინ არ ამბობს, რომ კარგია, მაგრამ ეს არის ჭუჭყენი ფეხსაცმლის მდგომარეობა, ხო? გაჭუჭყენ და ფეხსაცმელი მოვიტანეთ, გავრეცხეთ, გავწმინდეთ ახალი ვითა. ეს არის თვალი. ეს არის თვალი მომენტალური ნეგატივი, მომენტალური რაღაცა, ხო, გამოხატულება, გამოვლინება უფრო სწორედ რაღაცა უარყოფით ისა. გაიწმინდებით და ყველაფერი კარგადაა. მესამე ვარიანტი, მეორე ვარიანტი დაგემშვიდობებით, თქვენ რატომ ხართ უენერგიოდ? მე-16 არკანი, იმიტომ ხართ უენერგიოდ, რომ ძალიან დიდ ტრანსფორმაციულ პროცესებს გადიხართ. shadow works ხედავ აქ, ხო? ან შესაძლებელია გამიზნულად ხართ ამ პროცესში, ან უბრალოდ, ხდება ისე, რომ რაღაცნაირად თავზე, როგორც იტყვიან, ჩამოგენგრათ რაღაცები, ხო? რეალობები, ადამიანები, მდგომარეობები, სამწუხაროდ როგორც არის, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ხო? ეს სხვათა შორის ყველას არ ეხება, შეიძლება იყოს ადგილმდებარეობის შეცვლა, საცხოვრისის შეცვლა და აი ეს იყოს კიდევ რაღაცნაირად აი ამ ქაოსის ნიშანი, მაგრამ მოდით ვნახოთ რას ეხება თქვენი მე-16 არკანი, ხო? იმიტომ რომ ახლა რომ არ გქონდეთ ენერგია, ეს გასაგებია. ეს ეხება რამ განიცადა ასეთი ტრანსფორმაცია, ორიანების ხმლები, ოთხიანების თასები, ფორტუნას ბორბალი, გადაივლის. ახლა ერთგვარ იმას გრძნობთ, ხო, აი, როდესაც ადამიანს გამოეცალა სიმყარე, გამოეცალა სტაბილურობა, ნებისმიერ რამეში შეიძლება იყოს ეს მიხვდით, ხომ? ან რაღაც ახალში გადაწყობა ხდება, ჯერჯერობით არ ვიცით როგორ ვიცხოვროთ ამ ახალში, როგორ ვიყოთ. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებთ, ვერ ვიღდგენთ ენერგიას, იმიტომ რომ ეს იყო ტრამბული სადღაც გლობალური, სადღაც ძალიან ტრანსფორმაციული. მაგრამ გეუბნებიან, რომ ეს ახლა რატომაც ხართ უენერგიოდ, არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ეს არის ესეთი საბედისწერო მომენტი,
მომენტი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც რაღაცა ეტაპები უკვე ჩვენზე არ არის ადამიანებზე დამოკიდებული, არამედ დამოკიდებული არის უკვე პროცესებზე, სამყაროსეულ პროცესებზე, გლობალურ პროცესებზე და თქვენ ახლა აი ამ პროცესში ხართ და არ ინერვიულოთ, ენერგია აუცილებლად დაგიბრუნდებათ, უბრალოდ აცალეთ მოვლენებს, რომ დავაგდეს. არა კიდევ რატომ ხართ ენერგიის გარეშე? არკანი მზე, პენტაკლების დედოფალი, სამიანების ხმები. ხო, მე თუ არ ჩავთვლით, რაღაცა ძალიან შეგეხოთ ეგოზე. ძალიან შეგეხოთ. რაღაცა ძალიან გადკინათ გული. თითქოს ყველაფერი ნორმაში იყო, კარგად იყო, სტაბილურად იყო და უცებ რაღაცა ესეთი მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ძალიან გადკინათ გული. გაგიცრუათ იმედი. ხო? ეს ხდება ხოლმე, როდესაც რაღაცა სტაბილური გონია, რომ სულ ჩვენთან იქნება, სულ ასე იქნება და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის, ან რაღაცას მოისმენთ ისეც, რაც თქვენს ეგოს ძალიან ცუდად შეეხება, ხო? თვითშეფასებას ძალიან ცუდად შეეხება. და ხო, რაღაცა ტკივილი არის ეს, უმეტესწილად ტკივილი არის ეს, რაც გარდამავალია. რჩევა მინდა ამოვიღო თქვენთვის. სამიანების კვერთხები, ცხრიანების თასები. დაუბრუნდით საკუთარ თავს. გაანალიზეთ, რატომ გეწყინათ, რატომ გეტკინათ, რა მოხდა ასეთი. ხომ არ ტრიალებთ ერთი და იგივე ბორბალში, ხომ არ მოვიდა დრო, რომ გადააფასოთ ადამიანები თქვენს რეალობაში, დატოვოთ, შესვათ ერთ ვაგონში და გაუშვათ და თქვენი გზა გააგრძელოთ, იმიტომ რომ ის თუ როგორ აღგიქვამენ ისინი თქვენ, ეს მათი თვალსაჩინია და არა თქვენი. თქვენ ხართ ძლიერი, თქვენ ხართ დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს მიაღწია და კიდევ ბევრ რამეს მიაღწევს. მაგრამ მესმის, რომ ახლობელი ადამიანებისგან გვტკივა, მაგრამ ესეც ერთგვარი გაკვეთილია, იცით, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ რეალურ დამოკიდებულებას ჩვენთან, ჩვენს მიმართ ჯობს ვიდრე არასდროს. ვიდრე ვიყოთ ილუზიებში, რომ აი რაღაცა სწორი ადამიანი, სწორი მეგობარი, სწორ სიტუაციაში ვიყავით, ხო შეიძლება საერთოდ მდგომარეობა რომ ისეთი იყოს სწორი და სტაბილური და უცბად აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. შეიძლება ძალიან ერთეულებს ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება რამე ესეთი კატასტროფა გადაიტანეთ, ხო, არ ვიცი, ავარია, ხანძარი, ხო, შორს, მაგრამ ესეც ძალიან ცოტას ეხება ეს ინფორმაცია. შეიძლება ეს ხანძარია, ესეთი კატასტროფა ყველაფერი ძალიან შინაგანიც იყოს, ხო, მეტაფორულად ვამბობთ ახლა ყველაფერს ამ პირდაპირ გაგებით. ასე რომ არ ინერვიულოთ, ყველაფერი გაიგეს. ეგეთ აგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. იმედია ისიამოვნეთ ჩემთან ყოფნით, ჩემ არხზე ყოფნით. მე კიდევ გემშვიდობებით. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.